Mani dilam mშვიდობისა. Ჩემო კარგებო, როგორ ხართ? სერდა დასჯილია. ჩეხეთ როგორ თვალებით მიყურებ. სუნაგის სერდა დაიცაჯა. ცოტა ძალიან კარგი ამინდი გვაქვს. აი, იქ საფნები მაგარა ცხელი გუშინ გავრეცხე, 1-2 საბანი ჯერჯერობით, ესენი კარგად დაშრეს. აი, საყვავილები კაქტუსებს რამხელაზე გაეზარდა 2 ამას, იმას რა აქჯერ. ბევრჯერ იციან გაყვავება. ამას ლამაზი ყვავილი აქვს სხვათა შორის ზალი. იარჩანს ჯერ ჩაბურულია ყველაფერი. მე მგონი ხვალიდან ცოტა წვიმები იქნება. საღამოთი ძალიან საკმაოდ გრილა ხოლმე. უკვე როგორ მოფერიანდნენ ასულ ახლები წამოვიდა და ეს ადვილად მიხარობს. ესეც ბარაკის ამა რაღაც უცნაური კია ეს სხვა ჯიში. ამას გადაბრუნება უნდა, ეს გადავატრიალოს საბნებ. კარგად გააშრეს მეორე ხიდან. როგორ ხართ თქვენ დილას? თქვენთანაც თუ კარგი ამინდის რაღაცა წვიმს, მაგრამ მე მგონი თბილისში წვიმს არ ვიცი კარგად. ეს საწოლიანი სულ პირველად თუ გამოვიდა მაშინ ძალიან მაგარი ხარისხიანი, ასეთ ხარისხიანი ნაკლებად, ალბათ ძალიან ძვირიანი სულასწორ და ხარისხიანი. ეხლა საფნები გამოდის, შიგ მაინც უხდება როგორც ბალიშები, ისე საფნები. ეს მეორე არ არის ხარისხიანი. ესეთი ხარისხიანი მე არ ნახე საბანი. ეხლა საბას რო იყიდი, მალევე უხდება შიგ ისინი ცალკევდება. ძალიან მალე. აი ეს წელდა შევარდა ხოლმე და აქ ძალიან ხარისხიანი. ეს არის ცოტა ერთსაწოლიანი, საწოლნახევიანი სწრაფი. ეს ცოტა მეტი. ეს უცბი. ეს ხარისხიანი,
ნახე რომ ესეც არ ვიყენებ ის შენახული მაქვს აი რომ ესეც ვიყენებ ეს არის ora ახალი სულ შენახული არა კიდებული და აი სულ კიდები არაფერი Я здесь спирали мера, когда чаще всего კიდევ რეცხავებას მე გიორგის დასაცავად ცხოვრობრი არაფერია და დავკიდე გავხსენე ეს ქებია ეს არის ეს ქებია რა ახლა გასარის Nabrod arare. Okay. Un pulpeo. ეს ახალი ადაპტებია ოზეთი კაფინი ხასარებს ბევრი არაფერი მქონდა ჩემი შვილის მაისური შოულით მაისურები და შოულით ძალიან კაია მინდი გვაქვს მიყვარს კარგი თბილი მინდი ადამიანების სიცხე არ არის ჯერჯერობით ნორმალური სასიამოვნო სიგრილეც მოდის რაღაცა აი ნიავს უმოხ რაღაცნაირი სიგრილი ისეთი შთაბეჭდილება მჩება უკვე რაც უკვე სიცივე წამოვიდა თითქოს შიგადაში ხვაღაც იმ და რაღაცნაირად აი ეს არ თითქოს შემოდგომა არის აი აგვისტო კი არ არის ჯერ 16 აგვისტო რა ჯერ არ არის აგვისტო გასული თითქმის ჩალეულიო რო ქვია ისე არ არის და რაღაცა შემოდგომას გავს რაღაცნაირად შემოდგომა გეგონები აგვისტო დაგვიდგა შუა იმაში ივლისიდან მოყოლებული აქამდე ახლა უკვე შემოდგომა გავს შემოდგომა იქნება რაღაც უცნაური ამინდები დრო ჩქარობს რაღაცა მობინას წინ უსწრებს თითქოს დროზე ადრეა რაღაცა ყველაფერი Ili mațuxებს ხოლმე და ახლა ისე ცუდად გამომე. მოკლედ აქეთ მაყვარს გამიხსნა სრულიად წელს სიცხიდან. თან ამასობაში ფაროსანებმა მოუსწრო ახალდაჭიკილები გაესია უამრავი და გამოფუჭა. ის ხომ მომასწარი. კიდევ კარგი მაშინ არის. ის მომასწარი და კომფორტები გავაკეთე. ძალიან კაი გამოდის სხვათა შორის. რო ამბობენ რომ ეკლიანი მაყვალი უგემურია, მისით კბო არ აქვს, ვინ თქვა რომ არ აქვს, წიფე უნდა გასინჯოთ და აქ თუ აღა დამწიფება აკლია და ახალი
დამწიფებული ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მაყვალი, ეკლივიანი მაყვალიც და უეკლოდ მჟავია. როცა კარგად მწიფდება, ორივე ძალიან კლივ და გემრიელია. და არანაირი ბევრი შაქარი არ უნდა, სხვათა შორის მოусმინე ერთი ადამიანი ამბობდა, მჟავიაო, არაფრად ვარგაო, მაგას ალბათ ძალიან ბევრი შაქარი უნდა უყდაო, მე ყველა წელიწადს ვაკეთებ, არანაირი ბევრი შაქარი არ ჭირდება მაგას. ერთი ჭიქა შაქარი ყოფნის და უტკბილესი გამოდის. და ეს მეორე საგვიანი მაყვალი, რომელიც მაქვს, ის არის დიდი მაყვლები, ეს არის უფრო პატარა, ეს არის ეკვიანი მაყვალთან მიახლოებული, გემოთი რამის ერთ-ერთი გავს და ახლა წელს გამიფუშტეთ, არა ეს საუკეთესო მაყვალია კიდე, იმას ჯობია კიდე. მაგრამ როგორც ასეთი მჟავია და ტკბილი არ არის მაგის საქმე. უეკლო მაყვალი ძალიან მაგარი რამეა. რა თქმა უნდა, ეკლიანი მაყვალი ჯობია ჯანმრთელობისთვისაც საუკეთესო, მაგრამ არც ეს არის ცუდი. ახლა ფაროსანა როგორ აფუჭებდეს, ეს მაყვალი არის ძალიან დიდებული. იმიტომ რომ ახლა აქ ნაკლებად მოიპოვება, სადღაცაც უნდა იარო ბრეში, ტყეში, ბარდებში, ეგ არის იმაზე ეკლებში და ბარდებში მოდის ეგ და ძალიან ცუდი მოსაპოვებელია. და საბოლოოა კიდე, დაკაწრული ვიყავით ხოლმე მაგით ზებნაში. მე არ ზღირს რა, ერთი ვედრა, პატარა ვედრა ასე თუ ახუჩე და აღარ ზღირს მაგი არაფრად, ისე დაიქანცე. ხოდა ეხლა მაგიც გაფუჭებულია ჩვენთან, იმიტომ რომ მაგასაც ფაროსანა ესება სხვათა შორის და აღარც ეგ არ ჭამს. თუ ფაროსანა რამე შეესიებს, და ზოგ ადამიანს ბუნებრივი სახლის პროდუქტები არ უყვარს, ნაღიდი, კამფორტი არ უყვარს, ლიმონადს სვამენ, ენერგეტიკულებს სვამენ, მოწამლულ საჭმელებს ჭამენ და ბუნებრივი რაც აქვს სახლში მოყვანილი გადამიაღურია თუ რაც არის, იმას წერიან და ნაღიდს და გაყინულს ჭამენ და ეგ ახლა ყველაზე მეტად ეგ არის საზიანი მაყვალი, ვერაფერს ვერ დაგეკლებს, თუ მასზე იკვებებს სხვათა შორის. ზოგ სახლის პროდუქტი არ უყვარს ჯანსაღი და ნაყიდს ეძულობს ყველაფერს. ნაყიდები უყვარს. ეგ ადამიანის გემოვნებაზეა, რა ვიცი. ეგ არის არასწორი კვება, არა ჯანსაღი, ცხოვრების წესი. აქ მიმართება ამ წარბზე ბოლოში, ახლა ამ წუთაც არის, რო გადავისვამ ხელს. საშინელ წვას გიცნობ აი ბოლო ამ ადგილებში. არაფერი არ მაქვს ამოსული. ამ წუთას ჩამიგრა ამ დილას მქონდა. ყველა დღე მაგის შეგრძნება. ეს საშინელი წვა გამივა ხოლმე. ამ ვართან აქ ცოტა რაღაცა. ამ წუთას არ მაქვს. საერთოდ გამიგრა უკვალოდ. ხან მოდის რაღაცა წვა ხელის გადასმასთან ერთად, ხან იქრება. არ ვიცი, სიბრალი. ას მეგენ მეყვარს ძალიან. მომწონს ლამაზები. ბუსუსა ეკლები აქვს, რომელიც ამის საზიანო არ არის, ესეც კაქტუსის იმაში შედის მგონი. ოჯახში. ჭრიჭინები მოკლედ დღიან ღამიანა გამაყრუებლად ნაშვებიან ჭრიჭინობენ. მიუხედავად იმისა, ქუჩის საღამოზე კაი სიგრილი იყო, მაგარი სიგრილი იყო მართლა გარეთ და არ ვიცი ყურთასმენა მიქონდა ჭრიჭინებს. ყველაზე მოდის ტრაქტორის. ხო, ერთ კომენტარი გამახსენდა, ხო გამიცინა იმაზე. პომიდორი როგორ შეგაიაფთო, თურმე ყავს, არავინ არ ყავს, შემოგალო მე იქ აღარავინ არ ყავს. всё რაც ეს
არავითარ არ მაქვს კონტაქტი. გულში არავინ ამყავს. რა ვიცი, ახლა რომ უყურებ მე ერთ ადამიანს უყურებ, ისინი ჩადიან ხაშურში. ხაშურში უფრო მეტი იაფობა ეტყობა. მანდ უფრო ჩადიან პროდუქტებს. ბოსტნეულობაზე. მანდ ყოფილა კიდე ხაშურში ბაზარში არის მგონია როგორც მივხვდი მე. რაღაცა სვანების მაღაზიაზე ძახიან ძალიან იაფიანიაო და მანდ წერდნენ რომ კომენტარებში წერდნენ რომ ლაივის დროს რომ მანდ ერთხელ თუ მოხდიო მანდ ივლის სულ ძალიან მაგარი მაღაზია ვახა თბილისთან ახლოს არის ხაშურის და გორის და იქ ახლა ვინც ცხოვრობს და ძვირია პროდუქტების ყიდვა ბოსტნეული და ხილი მეტეს რაღაცები და ვისაც მანქანა ყავს ან რამე უღირს წამოვა შვენიერია ხაშურში ჩახვიდე ჯობია ხაშურის ბაზარში მაგას ადგილობრივი ხო არ პროდუქტი როგორც ვიცი ხაშურში ადგილობრივია ბოსტნეულობა და ახლა იმ მაღაზიაში აბსოლუტურად ყველაფერი იყო დიდი მაღაზია იყო მაგრამ რამდენი ხალხი იყო ნებისმიერი წვრილმანი სხულმანი დაჟე აფთიაქიც არის შიგ ადამიანს უთაჭირდეს მართლა ბაზარს ხო ჭირდებოდი აფთიაქი მაღაზიაში ხო ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან მაგარ მოფიქრება ის ძალიან წვიანი ხალხი ყოფილა ვინც იმ მაღაზია გაკეთა იმ ასეთი ტიპის რა აბსოლუტურად თითქმის ყველაფერია შიგ ძალიან ჭკვიანი ხალხის მოფიქრებული და მომგებიანია ეგ ძალზე თუ ყიდიან მეტაწელებურად თუ არ ნებებენ აი რომ მოდი ან მიდიხარ ან მოდიხარ ან ვიშუნ ვაკ თბილისში რომ მიდიოდი და მოდიოდი ამ ბოლოს აკრძალული იყო გარეთ გაკეთება აი ვედრებით და რაღაცებით იდგნენ და ძალიან ბევრ ბოსტნეულობას და ხელს ყიდდნენ სხვათა შორის მაშინაც ძვირი იყო იმიტომ რომ მანქანა რო გაჩერდებოდა იმ მანქანა რო ჩერდება გონიათ რომ ხულიგანია და ძალიან დიდ ფაში იყიდებოდა სხვათა შორის მაშინაც არ იყო იაფი აი გარეთ ვინც ადგილობრივი ყიდდა ქუჩაში იყო გამოსული ზოგს მანქანები ეყენა და ისე ყიდდა ერთი ამ ბოლოს როდის იყო ახლა რაღაც აგროის გაიხსნა მგონია ეგ ბაზარი სპეციალურად იქ არის ხალხს აღარ დაანებენ ქუჩაში დადგომ მე მგონი იქ სააკაშვილის დროს აშენდა და მაგაც სიძვირიაო ამბობთ ძალიან ძვირიაო არ ვიცი თუ მართლა ხო და ერთი ჩვენ ბოლოს როდის გავჩერდით აღარ მახსოვს და ქალს ქონდა ჰიბრიდ ძალიან მაღალი ვედრით ედგა ახლა და მაიყო თუ რაღაცა იყო აღარ მახსოვს ძალიან ძვირად ყიდდა ძალიან ბევრ რამეს და ვერ ვიყიდეთ მანქანას რო დაინახავენ გონიათ რომ ფული აქვს ფულიანი ხალხი ჩერდება და უმატებენ ძალიან ხო და ვერ ვიყიდეთ და ახლა შიგ ბაზარში თუ ქალაქის ბაზარში თუ შეხოს შეიძლება იქ იყოს იაფა მაგრამ მაგას მე მგონი მაინც ხაშურის ჯობია მაგ უფრო იაფობა როგორც მე მივხვდი როგორც უყურებდა ადამიანები დადიან იქ ხაშურში ჩადიან ამ ხელა გზად მანდ ჯობია მენდილი ლამაზ ძალიან აი აგერ ახლა იყო ხანა ქროპლები მე ისე ლამაზად გადაადგილდებოდნენ აი თითქოს ნახატი იყო შექმნილი ქროპლებიდან ხამი ისეთი ლამაზი იყო რა ვიცი რაღაც ბუნებაც კაი ხატო არის
გურუხალიდან იქნება წვიმები, ოღონდ ძალიან დაბალი პროცენტი დიდი არა. ზეგია უფრო სერიოზული რაღაცა ცოტა წვიმა. ნახოთ. ახლა შვენიერი ამინდია, ძალიან ცხელა. ასეთი ამინდი კაია. სიცივეს ასეთი ამინდი მირჩევია ნორმალური ნამდვილად. ჯერჯერობით ხათ პირი არ ჩამოცხარავი. დღეს არა მაღალი სიცხე გამოცხადეთ. ყველგან მიგზარება წავს. მე ისეთი საბარ. არ მიყვარს ხალხო ზედმეტად სიარული დაიჯერებთ. არსაც წასვლა არ მიყვარს დიდად. მე ყოველთვის ასეთი ბავშვი ვიყავ. მარტო უფრო კომფორტულად ვხსნობით აქვს. ან ერთი მეგობარი, ან ორი მეგობარი, ზედმეტად სიარული არ მიყვარს და ეხლაც ასეთი ვარ არ მიყვარს. წასვლა წამოსვლაზე არ ვიჭდი. ვარ მეგობარი არ წავიდნენ, ერთ ჩერდებიან ერთად და ასეთი არა. აბარე მშვიდად იყო, კარგად იყო, ნერვებსაც მშვიდენ ცუდად არ ვიყო და ძალიან კარგადაც ვარ ხო. ჩემთვის მშვიდად, უფრო კომფორტულად. ზედმეტად სიარული არ მიყვარს მეზარე, ყველგან წავს. ამ ბოლოს სალაწყობედი ქორწილში. ამ ბოლოს ვიდის იყო. ივნისში წავედი, ხო, ივნისში იყო ის. ძალას წავედი, არ მივდიოდი, მაგის ქორწილში ვიჩვენე, სახშიდან წავედი, მე არ მივდიოდა. მე გამიშვენ, ჩვენ დახოხულის წერა და ბახურში და ვინდა წერსო და აბა ვის გავატანოთო და რატო უნდა გავატანოთ სხვასო. მე და გიორგი წავედით. ახლა როგორ გარემოში მიყვარს უფრო წასვლა. დიდად ქორწილები არ მშობლას მირჩენიან დაბადებები ან რაღაც ასეთი მასე. სადაც უფრო ისეთი ხალხი არა რომ იცნობს და რომ იცნობს და რაღაცა კომუნიკაცია გაქვს ერთმანეთში, ხალხში დაჯდომა და ის არ მიყვარს რა. ქორწილები და თან ძალიან ბევრი ხალხია, ვაზრობა. მიაქ ამ დარბაზ გეფიცები ყურები მქონდა დახშული ადამიანის ერთმანეთის ლაპარაკიც არის საუბარი არის ერთი ისა დუბ-დუბი მიყვარს ისე სანაცნობო წრეა უფრო ისეთი რა შენიანები როა ამაზე სიტუაციაში მიყვარს უცხო გარემოში არ მიყვარს და ამდენი იმაში ადამიანებში ყოფნა ნამდვილად არ შენ სანაცნობოში შენ გარემოში როცა ხარ და რაღაცა ასეთ ნეებში ხარ, მაშინ ხო, მაგრამ ისია. ეს უცხოელი ადამიანი, ყოველთვის უცხოელი ვიყავ. ყველა ადამიანი თავისებური ახლა ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, შეიძლება რაღაცაში ადამიანების ერთმანეთს აზრები იმთხოვდეს, რომ ერთნაირი ადამიანი არ არსებობს. მაგალითად მე სასწორი ხორცოდიაკოთი მე და ლომი ზოდიაკო უგებთ ძალიან ერთმანეთს, ლომი და სასწორი საერთოდ აი მეგობრობაში ძალიან უგებენ ერთმანეთს. ლომი და სასწორი. ეს ახლა მოვაჩინე თუ რა მაშინ დავიცოდი მე ახლა დიდად ასტროლოგიის ყურადღებას ვიტანქცევდი ეს მეგობრობაში მართლა დაიმთხვა. ძალიან უგებთ ეს ლომები და სასწორები ერთმანეთს. საერთოდ ისეთ. არც იყო ბავშვობაში მქონდა, მაგრამ ახლა მქონდა ეს ასტროლოგიური წიგნიც ნახე წანაკითხე რაღაცეები კი ნამდვილად ემთხვევა რაღაცები, მაგრამ მაშინ ახლა დიდად მაგას არავინ არ ვაქცევით ყურადღებას ახლა ბავშვები მithumetes.
ერთი წავიკითხავით, კი რაღაცები ნამდვილად ემთხვეოდა. და დაახლა როა ასე ასტროლოგიას ძალიან აქცევენ ყურადღებას, მაშინ ამაზე ყურადღება არ გქონდა დამახვილებული. შეუძლებლობა დიდად არ ვაქცევდით მაგას, დიდად კი არ ვაქცევდით ყურადღებას. ახლა ყველა ასტროლოგია, ყველა ნუმეროლოგია, ყველა ეზოტერიკოსია, რა ვიცი მე, რომელია მართლა ნაღდი ვერ გაიგე. სრულ კითხავების არის ერთი შეიძლება იყოს ნამდვილი, ერთი და ნაღდი. იშვიათობა. მაგ სფეროშიც ვფიქრობ, რომ ასე. დღეს კიდე ყველა წინასწარმეტყველი. ყველა მკითხავია. ისეთი დრო მოვიდა. ხალხს უბრალოდ ინტუიციის გრძნობა გაღრმავებული, ისეთი დრო მოვიდა. გამძაფრებული აქვს ინტუიცია. ლეთას ამ დილას კიდე ამდი პატარა ჭიქო მყავს. რა დროანე და ეს რა დედამი წვანელობიო ესე კი არ არის აგვისტოში გაქრაული. კაიხანიან ყარჩანა გაყიდვაში მე მგონი სექტემბრიდან იქნება ახალი. ის შესანახადაც რომ არ მე მგონი სექტემბრიდან შემოიტანე. რა ვიცი ყველაფასებია. წელს მე არ ვიცი რა იქნება. ასეთი მეტი არ მახსოვს აფხულში პირიქით უნდა იწევით. ახლა უნდა იყოს საკმაოდ და პალიფასებით ძალიან ზევით არის. ძალიან უწევენ. მაღლა რა და როცა შულტიგი ჩავიცი, კაბა გადამავიწყდა მასზე. ისეთი კაი გემომანახა ამ შულტიგმა. შემაშულმა ეს გამოიწერა თემოში, ხოლო გამოკლე ხოჩა მოვიდა მე მასვე მასნე. ჩემი ზომა დარჩა სხვა. ჩემთვის მოკლე არ არის და მისთვის იყო, იმიტომ რომ მაღალია. ესე მოკლეები არ არის. ხოდა? მე ვიცი. ძალიან გემრიელი. მოსახმარი. რა კაბების მეტი და ის დასაცმის. კაბა გაჩამიცია кайხა. და შემოდგომარი იყოს მირჩენია თბილი შემოდგომა. სექტემბერი ჩემი თვეა. სექტემბერი მიყვარს ძალიან, ალავერდობა დღეს ვარ დაგდებული. ალავერდის მადლი მფარავს ყოველთვის. ძალიან მიყვარს ჩემი კახეთი. რამდენი ხანი არ ყოფილი. ალავერდი ის ეკლესიაში რამდენჯერ სულარდადეგებს ეკდავდიოდი და ალავერდი ყოფია სოფლის ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობით ლადორი კერესანტის სულიკ დავდიოდი. ზომის ბავშვთა უთამაშობდით იქ დავდიოდი კიდე სულ ალავერდის ეკლესიაში.
პურის ყანებში რამდენჯერ გავსულვართ იქ ჭერმები დაგვიქრიქე კიდევ ნაპირებზე ჭერმები ყვავილებიც მოქონდა მინდვრის და ჭერმების გულისთვისაც გავდიოდით. მერას ჭეჭინობს ეჭეჭინები კი არ იღლება. ოვიდლო მაგას საკეთებულ მაიოც გავაკეთეთ არ ვიცი. მიგეს ვაშვი ჯერ არ არის მგონია. ერთ ვაშლის სქემა კიდე. არა ის მოვიყიდო რესბიანი ბანკის კრიში. თქვი რომ აღარ გავაკეთებ მეც, მაგრამ მენანება მინდა გავაკეთო. ეს ჯემი გამოვიდა და ის პავიდლი მინდა გავაკეთო. კარგად. იმ პავიდლო რასაც ქვია. მედიარ და მოზარება გავაკეთე. ლეთასე და მეტი ახალი არაფერი ყველაფერი ძველებურად არის. არ გვაქვს ყველაზე მეტად ბუჩქ ის კაითენი ასეთი რო გადავიდან იმაში როგორ გაიხარა რა ხელები აქვს პატარა კონტრებში ვერეტები doesn't make enough. I'm sorry. I don't feel bad. See what I do. I'm going to get it. See what I do. I'm going to make him a sacrifice. Let's go. ჭადიცილება სამბრაში ფერიცა 19 მერე მარიამ მობაოს საროში მგონი მარიამ მოდა დღესაც უნდა აზამთრო და ნეცი ხილი რა არის უნდა მაგ დღესაც უნდა მგონია მაგრამ უფრო ფერი ცალება დღეს უნდა ჩემი ძაღლები მაშვები ჩემი ძაღლი რა ატლანქვა მოდის მარტო აქ უყვარს ამ კანდიდატური აქ გრილდება უფრო გრილად არის კარგი თაფა ჩემო კარგებო წავედი ახლა ასეთი ჩემო მიფარგლები ახალი არაფერია ავიცი ნახავ კიდე თუ გადავიღებ რამეს და დროებით ჩემო კარგებო მადლობა ყველას კომენტარებში